ახალგაზრდულმა ორგანიზაციებმა კიდევ ერთხელ გაგნეს ტელეიმედის ეთერში გასული ეგრეთ წოდებული მოდელირებული ქრონიკა. მოძრაობამ რატომ თანასწორობის ინსტიტუტმა შემოგვიერთდი და დემოკრატიულმა ლიგამ ტელეიმედის შენობასთან საპროტესტო აქცია გამართეს. აქციის მონაწილეებმა სპეციალური რეპორტაჟის გარშემო ატეხილი აჟიოტაჟის გამო სასწრაფო გამოძიების დაწყება მოითხოვეს. ამასთან დღეს ახალგაზრდები იმედის რუსული ფულით დაფინანსებაზეც საუბრობდნენ. ჩვენ ვაპროტესტებთ ყველა იმ მოქმედებას, რომელიც ჩაიდინა ტელეკომპანია იმედმა და მისმა ხელმძღვანელობამ გიორგი არველაძემ. ეს ტელეკომპანია გადაიქცა ტერორისტულ ორგანიზაციად, რომელიც ატერორებს მოსახლეობას, ხალხს, რაც ყველაზე მთავარია, ტელეკომპანია იმედი ჩვენ გვაქვს გარკვეული ცნობა, რომ ფინანსდება ერთ-ერთი წყარო არის RAO ES-ი, რუსული კომპანია და გარდა ამისა ამ ორგანიზაციის ტელემედიას ახალი ხელმძღვანელობის დამფუძნებლები არიან. თქვათ დაახლოებული შინაგან საქმეთა სამინისტროს უწყებები, ეს არის ვანო მერაბიშვილი პირადად თქვათ და ეს არის გიორგი არველაძე. მიხეილ სააკაშვილმა გამოიყენა იმედი თავისი კონკრეტული ინტერესების განსახორციელებლად, მან გამოსცადა საქართველოს და უფრო კონკრეტულად თბილისის მოსახლეობის იმუნიტეტი ესეთ ქმედებებთან დაკავშირებით, ანუ მათ მიიღეს პასუხი, რომ თუ კი თქვათ სხვა უფრო მწვავე მოვლენა მოხდება, თბილისის და საქართველოს მოსახლეობა ინერტული დარჩება. რაც შეეხება უგულავას, მე შემიძლია ვთქვა, რომ უგულავა ნამდვილად გულაობს იმედით, ისინი რასაც უნდა და როგორც უნდა ისე ატრიალებენ და ისე ამონტაჟებენ იმედის ეთერში.